19 მარტს თბილისის ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფი Uriah Heep ეწევა. თბილისური კონცერტი DVD დისკებზე ჩაიწერება და გამავა სახელწოდებით Live in Tbilisi. Uriah Heep მელოდიური hard rock-ის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი ალბომი და გაყიდული აქვს 30 მილიონი დისკი. თბილისელი მსმენელისთვის ჯგუფი ძირითადად ძველ ჰიტებს შეასრულებს, თუმცა მოვისმენთ რამდენიმე ახალ სიმღერასაც ბოლო ალბომიდან. Uriah Heep-ის თბილისში ჩამოყვანას კომპანია Locomotive Promotion უზრუნველყოფს. როკის მოყვარულები ამბობენ, რომ ასეთი მნიშვნელობის და მასშტაბის მოვლენა როკის თბილისურ ისტორიას 1990 წლის შემდეგ არ ახსოვს. მაშინ ჩვენს ქალაქს იანგილანი ეწვია, თუმცა ცნობილი მომღერალი საქართველოში ლეგენდარული ჯგუფის გარეშე ჩამოვიდა. Uriah Heep კი თბილისს სრული შემადგენლობით ესტუმრება. ჯგუფი, რომელიც 70-იან წლებში შეიქმნა და არსებობის 40 წელს ითვლის, ჯერ კიდევ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ახალ გამოუშვა ალბომის სახელწოდებით Wake the Sleeper. Uriah Heep-ის თბილისელი ფანები უკვე კლასიკად ქცეულ ჰიტებთან ერთად კომპოზიციებს ამ ახალი ალბომიდანაც მოისმენენ. Uriah Heep არ არის 70-იანების ჯგუფი, რომელიც დღესაც არსებობს. Uriah Heep არის ჯგუფი, რომელიც დღესაც თავის აქტიურობის, თავის კრეატიულობის პიკშია და ქმნის ძალიან საინტერესო მუსიკას და ვითარდება და მიდის წინ. ჯგუფის თბილისური კონცერტი ჩაიწერება და DVD დისკებზე გამოვა სახელწოდებით Live in Tbilisi. ამის სურვილი თავად Uriah Heep-მა გამოთქვა. კომპანიაში Locomotive Promotion, რომელიც ჯგუფის თბილისში ჩამოყვანას უზრუნველყოფს, აცადებენ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ეს უპრეცედენტო ფაქტია. ეს არის ჯგუფი, რომელიც წელიწადში მინიმუმ ერთხელ წრეს არტყავს მთელ მსოფლიოს და მართავს უამრავ კონცერტს. და დამირწმუნეთ, რომ ცოცხალი ჩანაწერი და ესეთი ოფიციალური DVD კეთდება ძალიან გამორჩეული და იშვიათ შემთხვევებში და ეს აწვი, ასე ვთქვათ, წილად ხვდა ჩვენ ქართველებს. ქართველები კი ჯგუფის თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან. Uriah Heep-ის კონცერტზე ფილარმონიაში ერთდროულად 3 თაობის მსმენელი მოიყრის თავს, იმისათვის, რომ დაუვიწყარი საათნახევარი ერთად გაატარონ. ლამაზია მაყურებელი, რომ ბედნიერი იქნება, რომ აი კონცერტის ნახვა ბედნიერი. ესენ არ ვამეტებ ამ მუსიკას, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხარისხის მუსიკაზე ვიყლაპარაკი, ძალიან მაღალი ხარისხის შესრულებაზე ვიყლაპარაკი და ვაიცი, აი ჯანრის შემოვლება გულისხმობს.